რა გვარის კაცი ხარ? საქარაშვილი ვარ ძმაო. ესე იგი შესული ხარ ქართველი ერის ისტორიაში, იმიტომ რომ სადაც კი ვიყავი და გადავიღეთ ყველგან გახსენეს რა. დააყოლო ერთ ვაკნად კაც. გაგიმარჯოს და შენ 100 წილად დაგებრუნებინა. იქნა მეორე გოგიაც იყო პოლიციაში. ეს კაცია. სახში არ გამიგია და რაბენ ეს გამომაჩინე რა, მაგრამ არ მივდივარ მე. მაშინ ცოტა იქ გიგე. აი. ახლა მე ჩამოვიდე რა. ავსრელები ხარ თუ მომსვლელები თუ დამჩენები? მივდივარ მაგრამ მალე ჩამო. რამდენი ხანია იქიდან? ერთი თვეზე მეტია რა. მოხალისეები ხარ თუ არა, ეს არის პოლიციის აკადემია. კურსანტები. იცის კურსანტები, კარგი. ხო. მე მოხალისე ვარ. აჯულა თვალსია გარ. ერთ კვირაში ჩამოვალ ისევე. ობრუნდებით თბილი დასასმელებით ერთად თბილი დასასმელი მოგართ, ესე ფიქრობ რომ თბილი დასასმელი დაგჭირდება? დაგჭირდება, ბა. რა ვიცი, მართლაც. იჯობია რომ არ დაგჭირდეს თბილი დასასმელი და დროზე წავიდეს. ჩვენ ადგილებზე და აღარაფერი არ იყო. მართლა. პატარა ხარ ასე დაგჭირდება და მე. იყო. ო. ეშუნება როგორ არა? აგარიცოდო. აღნიშნული. აი მან ვიცი სპეციალურად. იმიტომ რომ თვითონ არა მე რა მომწეს. ამიტომ მარჯობი ეს მოყავს 809 კაცის ყოფილი იყოს და კაცი კაცი. კაცი კაცი შეიძლება მოწყდეს და კაცი პროტამოდეს. ჯობი. იმას რომ 5000 კაცი ყავს და 5000 კაცი ყოფილი. აი გია. ჯობი არა? 50 კაცი 50 კაცი კონდეს. აბა ახალი კონები წავედა. თუ აბოი მაინც. რო თავი დაიცვას და საფერ არ გაწევს. ერთი აკლია რა სიტყვია ვით. ეშკია. რა კაზინო კი არ არის. მე მუშაობ მე ბადალი. არა, ბიჭო, აქედაც გაიფიჩეთ უზი. ცოტა თქვეცა მოლი გვაქვს, იარაღეცა გვაქვს. შევიარაღებ თქვეცა მაშინ ცოტა. გვაქვს სურვილი რომ წაგეცე გვაქვს, ზოგიერთი გაქვს, ჩვენ ხოლმე ვქირე. ო, აი. იმაზე უწევი რაც არის. რამდენი ხანია რაც აქ ახარ? ეს არის მეტი ჩემი. აი ეს მეტია. ერთი თვეზე მეტია. სიგარეტ აფხაზეთში საერთოდ არ მოხდოთ არაფერი. წამალი არ შეიძლება. იქიდან მე გავრაში უკვე ერთი 10 მეტია რა. ორი კვირა რა. ორი კვირა გავრაში. ორი კვირა ვარ თვითაზე რა. კრასნის თვითარ ვარ. ხო აი სამი ჩამოსულებდოთ იქით. ის რა გვარი იყო? ეხლა ერთი რამე მინდა გკითხოთ რა, პირველად თქვენგან არ გაგვიგვიეთ და ეს არის საერთოდ ჯარისკაცული
ხოვნაც არის და ჯარისკაცული პრეტენზიაც არის, რომ დღეწამალი ხანდახან აკლდებათ, რაღაცები ისე არ არის. აი თქვენ თუ გინდა, თუ გაქვთ სურვილი, რომ აი თქვენი გულისკევილი და თქვენი პოზიცია რომ გამოხატოთ რა, აი რა შენიშვნა გაქვთ, იმიტომ რომ ხვალისთვის ეს უკეთესი იქნება, ვინც მოვა იქნებ იმას გავუადლოდეს თქვენზე უფრო. მოკლედ რატომ მიდიხარ? რატომ მიდიხარ? წვია წამალი არა. და რეცის ნო შეიძლება კი ახლა ხო რესპუბლიკას ხო უჭირს მაგრამ ჩვენ ყველა კარგად ვიცის ყველა წამალიც უჭირს პროდუქტის უჭირს ყველაფერი უჭირს მაგრამ აქ არის ომი ომია ომში ყველა წამალის ნაკლებობა ხო აი მე ომარი კაცის ხო ყველაზე მეტი გასაჯირი მაგია ნაკლებობა ხო ყველა წამლის არ არის ყველა წამალი მართალია აი ჩვენ იმისთვის კი არ მივდივართ რომ აი გვინდა შიშა რა იყოს აგ ეს ხალხი მე ომარი ხალხია სულ ყველაზე მოგითხარი და გიმეორებ კიდევაც უმეტეს წილი გორელები, ქარელები, ხაშურლები არის რა. სურამლები სადაგავიწყებს. ინგლისელები და გახურები. სურამლები. ნახევარზე გორელები. ნაომ სამეთე ჰადესა. რა თავარი ქართველები ვარ და არ გვეშინი და იმდო წამოვედით თო. ჩვენც აგერ ვარ და გვეშინოდეს არ წამოვედით. ეცა ბაკარტი. აბა რა ხუიას არ მოგცემს და ცარირაგული თანარაღება იმდა როგორც ყველა დავრჩებოდა და ყველა ერთმანეთს გვერდში ვიქნებოდა ესმის მე ხორცებო ეს მო ოფიცერი ვარ ეს ოფიცერი ცოტა ახლა სამხედრო ხაზი ხო ჭირდებოდა გრანატები ესმის ხევში ამოდიოდა და ხევში შეგვეძლო გრანატებით გვემუშავა სულ არ დაგვეწვა ეს მეძამა მაშინ რო გრანატა გჭირდებოდა გრანატა არისო ახლა თქვენ სამარი გჭირდებოდა გრანატა არის და ეს აღარ არის წარმოიდგინე აქ არის ასნაირად მომარაგება რა ესეთ როგორც საჭიროა მომარაგება კი რო საიდე არ არის წარმოიდგინე პოზიცია მტერს უკავია ჩვენზე უკეთეს ჩვენზე უკეთეს ისე მტერია მაღლობზე ჩვენ ვარ დაბლობზე ესე იგი ჩვენი ერთადერთი გამოსავალი რომ ყავდეს მტერი ტერორში ტერორი უაზამლით არის არ ჩამოვიდო სადიკიდან არ ბომბოს არ ოპერატესობა არ გონდეს იმას სულ ნახავდეს ტერორში ეს ერთ ადგილას სულ ნახავდეს ტერორში შეტევაზე არ რომ არ გაანძრევთ არ გაანძრევთ ერთი ეს იყო ეს გამოსავალი ეს გამოსავალი ყველა წამართვარებდა ხო გამოსავალი ნახე და ახორციელება ხო რითინარი მე რა იმ პოზიციაზე ისინი იყვნენ თავიდან სადაც ჩვენ ახლა ვიდექთ იდგენ ისინი ჩეჩნები და რომ დაიხიეს უკან რო გაყარა ჩვენ აბა ეს ნაძვის ტოტები რაც იყო სულ გაჩეხეს აჯახი და დაგვტოვეს ტიტულ ადგილზე იქიდან როდგან ნახავთ ჯერისა მაღალიმთან ჩვენ დაბალი მე რომ მაგას გერგოში მოტიტულებული ადგილი არის და სნაიპერი გიყურებს ერთი ქართველი უდრის 10000 ჩეჩენს 10000 ერთი ქართველი მაგრამ ეს ტრუსები ნომრები კი არ არის ტრუსები არის უბრალოდ რა გუშინარებია ჩვენ ბატონებს იმას რომ არ აქცია რომელი ბატალიონი? რომელიც აგერ გამარჯვება 100 ბატალიონი არ ყურადღებას არ აქცენ აგერ ახლა გაგრის ბატალიონი რო შეექმნა კა თუ გონეგენ რამის გააკეთებენ რაიც შეიძლება კაი რა იცი რა მინდა ბიჭო როგორც სოხუმში რო გაიცი თქვი როგორც სოხუმში რო იყო ეგრევე აგვართეთ ჩვენი იარაღი საერთოდ გადააბარე საკეთი კიდე ჩადგენ სოხუმის ბატალიონი ჩადგენდი იქ რა გამოვიდა ირანს გვაძლევდა მე მოურთოს გვაჩვენე ისე რუსი ჩაგდა რუსი ჯარი მამუკა და ის რუსი ჯარი უშებდა აქეთ იქიდან ისე რა მიიღეს რა უნდა უკვე საფურულები არ უცი რა ის და ზვიადისტები იქნება გაყვირილია ბიჭო ეს მე კაცა ზვიადისტები არა ის კიდე გამოვიდა ახლა ზვიადისტი დღეს ყველა ქართველი გინდა ზვიადისტი იყოს და გინდა ის იყოს მე რა ჩვენ ვარ მუსიკამი დღეს ყველა ქართველი არა გინდა ზვიადისტები სხვებიერი ჩვენ საჭიროა ბიჭო დაამთავრე თუ შერიგდით აღარ შეიძლება ამდენი ჭამა ბიჭო ერთმანეთს ბიჭო ის ზვიადისტია ის პეტრესია ის იმასია ქართველები ხართ მოდა დაამთავრეთ მაგაზე ლაპარაკი კაცო აღარა მოკვდა ის ზვიადი всё ბიჭები დაგვეხუცა და ბიჭები დაგვეხუცა და გამოაცხადეს გვარდია დაიჭრეს ისანეს ბატალიონი დაიჭრაო ჩვენი ბატალიონი ზედოთ არ აჩა. ბიჭებო არა აქ ბიჭებო მაგას მნიშვნელობა გამოჩენას გერა თქვენი ვარ ხომ ეხარ კაცური ვარ ხომ ეხარ მე რა რა გინდა დროშაზე დავაწეროთ რომ 100 ბატალიონმა გუმისდაში ერთი ბატალიონი აფხაზები დახვდა თუ რა ვქნათ ბიჭო რატო აბა მე თქვენ ხო იცით რა ჩვენად მოხდა რატო აი რა სხვები რატო ასახელეთ და ჩვენი რატო მე ვიცი რომ შენ გააკეთე კაი საქმეს შენ ხო იცი რომ შენ გუში კაცური ვალი მეილია ამოგა ეს კაცი საბაზარია მოის წყნარად თქვით რა ყველა იმ კაცის გვარი და სახელი რომელიც 102 ბატალიონის წევრი იყო დაიჭრა ან აღარ არის დაიჭრა და კოჭლავაშვილი რამდენი კაცი დაიჭრა და რამდენი აღარ არის ორი კაცი დაგვეღუპა ვინ და ვინ კოჭლავაშვილი ჯონი და
ვიტალი. დაგვეჭრა, ბევრი დაჭრით, ბევრი დავიჭრა. ხასეულის მეტაური ნუქტი და ნაჩალნიკ შტაბა კიდე დაჭრილები ტოვებდნენ და მიდიოდნენ და ევაკუაცია მოახდინეს მათი როგორც დაჭრილების თუ ზოგიერთი აგრძელებდა ბრძოლას. ზოგიერთი აგრძელებდა. აი ვინ აგრძელებდა? აგერა კაცი. დაჭრილია. ეს კაცი არის თბილისის მილიციის სამმართველოს მუშაკი არის გოჩა პაიდურაშვილი. აგერ არის დაჭრილია. სადა? დაჭრილი აქ არის სადაც. სადახ გოჩა. მაღლა ადიოდა, მაღლა გავიდა. ის ასკოლ გაქვს მოკედელში და აქ არის. ეგეც ხირო ბიჭებს ყურადღებას არ აქცევდა. ბიჭები იწვენ იქა სამავტყოფოში. და ვაფშე ყურადღებას არავინ არ აქცევდა იქ. ტვილი ეკაირე ავტომატი. არ არის, ეგ მართალი არის ის დაფა. ყურადღებას ვინ აქცევდა ბიჭებს იქ სამავტყოფოში? ვინ აქცევდა და ჩვენ ვაქცევდა. ეგ თქვენა სამავტყოფოში აქცევდა. რაც საჭირო იყო გაუკეთეს. მარტო თქვენ აქცევდა კამანდირობა ყურადღებას სამავტყოფოში. ასკოლ გაქვს მოხვედრილი და აქ არის ბიჭი და ბრძოლობდა. თქვენ თბილისელი ხარ? მცხეთელი. რაგვარის კაცი ხარ? მოიცი მე არ ნომიღებ. არა, გიგე, რაგვარის კაცი ხარ? აი ხმა მაღალი. სამოილოვი ვარ. სამოილოვი. შენ? სისოიანი ფრიდონი, ვლადიმერიძე, ქალაქი გორი. შენ შემოგიბли. შენ? ტიელძე ღუტა. აგენა ბიძაშვილია გარდა მისი ბიძაშვილი დარჩა ზუსტად. ერთი სისოიანი და მეორე ერთი თმა დიდგორის გვარდიაში არის. სად არის მეორე? ერთი მე ვარ და მეორე მესამე ძმა ბატალიონშია იმისა. სამი ძმანი ვარ დიდგორის ბატალიონში. აქ დარჩა ეხლა ის. ის ძმა ახ არის ერთი ძმა. აი ძმებო, ეხლა თქვენ აქ თვენახევარია თითქმის აქ ახართ, ხო? აი ახლა დაამთავრეთ თქვენ ომი და ბრუნდებით, ხო? არა, რას აპირებთ აი ხვალ ზეგ, რო ჩახვალ. ისე ვაგეთ სამოა. ჩვენ ძმა. საჭირო თუ იქნება ისე ჩვენ დამჭირდებით იქ წავა. ჩვენი უფროსი იყო სხილვაში ავთო და ჩვენ მამუკა. აგერ ჩვენ უფროსები აქვს ავთო და მამა. ესენი გადაწყვეტა. რამდენად რეალურია? დამჭირდებით იქ წავალ ბოლო-ბოლო. რამდენად რეალურია რა, რო ამას კონდეს ფორმა რა, ოფიციალური ნათქვა. გამხელად რეალური არის და ესე იგი 102 ბატალიონი. ერთი წუთით. მოაწოდეთ. 102 ბატალიონი, 102 ბატალიონი, ესე იგი თავის ორგანიზაციას და სტრუქტურას არ კარგავს. ყველა ჩავალთ ეხლა შავამიანში, იქნება ყველაფერი გვარები, ყველა მისამართები, როგორც კი იქნება მობილიზაცია, შეიკრიბა 102 ბატალიონი და სადაც დაჭირდება საქართველოს იქ წავალთ. ესე იგი ჩვენ გადაწყვეტილი არ შევგრიბოთ, გესმის 320 კაცი და 560 კაცი. ჩვენ გადაწყვეტილი აი ბოლოში ვის დარჩა ბატალიონში 50 60 წევრი. შეერაგდეს ისე, როგორც ეკუთვნის მებრძოლ რასპს, წვია წამლითაც, საბრძოლო იარაღითაც, რომ მაგ იყოს ბრძოლის ულარიანი. სადაც არ უნდა იყოს. საქართველოს ლუბოი ტერიტორიაზე. ეს ფიანი იქნება, ის იქნება მაგას არ აქვს მნიშვნელობა. შეერაგდეს საჭირო რაც სჭირდება აღჭურვილობა რასპს. ეს ბევრი მინიუმასები აქვს. ის NSP-უ ნაჩნოე პრიცელები ის ჩვენ ბევრი რამე გვაკდა აქ და რო ქონოდა შეიძლება ორჯერ მეტი გავუკეთებია ესმის. ეს არის რა. ვიყავით რომ გეგონება აი ესე გაუყრიხართ რა. ბრძოლაში მოგებული ისა ვისაც მეტი იარაღი და მეტი ტყვია წამალი გააშ. უკვეთესი იარაღი და მეტი ტყვია წამალი გააშ. ვინო მეტი ვაშკაც. არა. თავისთავად გასული იარაღი უკავია ხელში ის ვინო. იარაღს მოსება ნაზრის თავისთავად უნდა ყოფილიყო. იზენ იმა ესვედებს როგორც როულებოდა ჩვენ იმაშობეთ დაგიდება. გრანატების მაგალითად ქვეშ საშორიდა. რაგვარის კაცი? კაცაბიძე დათო. ოჯახი გაქვს? კი, რამდენი შვილი? ერთი. თქვენ? მე სამი შვილი მყავს. რამდენი წლის კაცი? 61 წელში ვარ. საიდან ახლა? თბილისში. რაგვარის კაცი? ვახტანგიშვილი. თქვენი შვილები აქ არიან თუ იქ დარჩნენ და თქვენ ახლა? არა, იქ არიან, არ გამოუშვი მე. და წამოხვედით თქვენ? მე ძველი სამხედრო ვარ და არ წამომიყვანეს. კაპიტანი ვარ წოდები და მუშაობდი როგორც სალდატი, რიადავე. რო წამოსულიყავია. თქვენ? ძველი ავანელი. მე კასპიტანი ვარ, გიგაური მიხილი რაგლიძე. ოჯახი არ აქვს. თქვენ? ეს შემეძმა. ოჯახი არ ჩინარა, გავა.
ხო ოჯახი ვის აკავს ოჯახი 7 შვილი, 8 შვილი. მე ვყავს 7 ბავშვი. ველოდები მერვეს. მერვეს ველოდები. გვარი სახელი და საიდან ახარ ალექსი ტლაშაძე ვასილიჩი. გორელი, წმინდა წყლელი. და ომო. და ვიომე ბოლომდე. და ვის არიან, კაი, ჯიგარი ბიჭები რომ მოაქვს თავები. ისინი რჩებიან და მოდიან აქ, მალა ჯიგარი ბიჭები და მალა ჯიგარი ბიჭები ომობენ. შაბაზაზე ქალის ტრიკლებს რო კიდია. თქვენი გვარი და სახელი კრებაშვილი დარი. საიდან ახარ თბილისში. რამდენი წლისა მე ვარ კაპანაძე მამუკა თბილისიდან. ოქტომბერში ახლა ველოდები ბავშვს. ახლა ველოდები ბავშვს. წავალ ჩავხედავ როგორაა მეუღლე დედაჩემი და წამოვალისე უკან. კაცო მე ვაფშე არა კაცო მე ხუდეს დიდი რამე ერთი წუთით რუსი ვარ ეროვნებით 22 სექტემბერს გავხდი მე 40 წლის აქ აი კიდე გამოიწიეთ რა ცოტათი უკაცრავად კაცული კაცი 29 წლის გავხდი მე აქ აკოპებში რუსი ვარ ეროვნებით სამშობლოს უჭირდა მე წამოვედი აქ საბრძოლად საიდან ახარ გორი სადგურელი ვარ ყავს სოლი და ერთი შვილი კაცი დაღი სამშობლო ჩავალო, ჩემს გაუსწორდებო. აქეთ გამოიწიე რა ეგ დაჭი აი დაჭი გვარი სახელი ჩვენიძე ბოა ხაშური რამდენი წლისა 40-ის შვილი 2 მყავს ხალვაში ამ სიდიდრით და მინახავს ძალიან განმეორდება გაუსკდება გულებით შეუძლებელმა სახელი გვარი და ჩემსაც ედუარდი პეტრესძე შეპკინი ედუარდი პეტრესძე მამაშვილი ჩვენიცმა გამოუშვა და ყველაფერი. მომდივარ გამოდი თამაზი მქიას, ნუ აქეთ მომისმე, თამაზი მქია ტანუაშვილი. ჭალელი ბიჭია გორელი რა. გამოსაგვებელი გულებს 102 ბატალიონი 102 ბატალიონში ვარ, ჩემ უფროსთან ავტორსა და მამუკასთან პულიმონში კი ვარ. ისე რომ ვიცოდი მე მგონი ბევრი დახოცი, რავი, არც ვიცი. ორი ბიჭი ყავს, ორი სპორტსმენები არიან. ერთი ყავს ფეხბურთელი. ძალიან მაგარი მოთამაშეა. რამდენი წლისები არიან ერთი წუთი ერთი ყავს 16-ისა, მეორე არის 12-ის. და ორი სპორტსმენები კაი ბიჭებია, სხვა უბანში ყავს სპორტსმენი. აქა ვარ და აი სურათი მე იცი რა მიგვირის, მარტო აი ეს ჩვენი ბატალიონზე, აქედან ხო მოდიან კიდე სხვა ბატალიონიც. ის ბატალიონის ავტონაცა ისე რომ გორელები და გორელებიო და ისე არ ეგონოთ მე ტელევიზიასა რომ აი რამდენი ბატალიონი არა, საერთოდ ჩვენი ბატალიონი. მამაშვილი ერთი წუთით რა მე ვარ ყვარლის რაიონიდან სოფელი ახალ სოფელი. ერთი წუთი აზადრონ მიხელი ამერანის ძე. ეს ჩემი ბიჭი არის. არ დარჩა სახში. გინდა თუ რა სადაც შენივე მეც უნდა წამოვიდეო. მამა და შვილი ერთად წამოვიდნენ ეს მოგ ერთად მსახურობ. ვარ სამი შვილის მამა, 40 წლის ადამიანი ვარ. ორი შვილი მყავს. სოფელი და გვარი და სახელი ყვარლის რაიონის სოფელი ახალ სოფელი, აზადანოვი მიხეილი. გაგიმო მე თუ დავჭირდები კიდევ მზათავარ. ჩვენ მაგალითად არის ჩვენი ბატალიონი. 23 წელიწადი აქ შემისრულა. მე ვარ მაისურაძე გორიდან. 18 წლისავარ ბესარიონ გიორგიძე კუსრაშვილი, ქალაქი გორი, ჭალაში ვცხოვრობ. 18 წლისავარ მამაჩემ არ იცოდა რომ მოვდიოდი აქეთ. შენა ესე იგი აქ ძირითადად არის გორის 102 გორისა და ყვარლისა. და მეორე 102 ბატალიონია გორის, ქარელის, ყვარელი ხასური, და ყვარლისგან არიან. მე მგონი რომ ჩემი პროვანის ხალხი უნდა ბრძოლობდეს ეს ახალგაზრდობა მომავალ საქართველოს უნდა უძღვებდეს უნდა ამრავლებდეს ეს მომავალი ახალგაზრდობა და ჩემი პროვანის ხალხმა ბევრმა უნდა შეიგრძნოს და დადგეს საქართველოს დასაცავად ქართველი არის დასაცავად დაბრუნდებით აქ თუ ჩათვალეთ რომ თქვენი არა ვალი მოხდილი არა მაქვს მე 2-3 დღით მივდივარ დავხედო და შემდეგისთვის ისე ვდგები იმ რეგებში სადაც
ჩემზე უფრო ბევრად ახალგაზრდები არიან, მაგრამ მე მათთან მათი ტოლი ვარ ყოველთვის. რამდენი შვილი გყავს? 3 შვილი გყავს, 2 ბიჭი და 1 გოგო ძალით. მე 6 გოგო მყავს და 1 ბიჭი თუ. მეორე ბიჭი გყავს. მეორე გვარი სახელი. ასასი ალექსი. გორი. გვენი. მელაძე გია, მელაძე. 2 ბიჭი გყავს. და თქვენს გორიდან ახლა. ჩვენ ძმა და სიყვარული. ყველანი თავიანთ თავზე ყვებია, ვის რამდენი შვილი ყავს, ვინ როგორ რა გააკეთა. შენ ვინ ახარ და რატო ხარ ამდენი ხანია ჩუმად? ტარზანი. სიდეთის დღეში და ვიბალებ. ტელევიზორში რამე დაღოს გავუსკდება გული. ცოცხალი გადარჩი კიდევ ის ისე. ის ვარ გაჩიმებული რამე ტელევიზორში. საიდან ახ? ხაშვილი. რამდენი შვილი? ქალვაჟი ყავს. გოგო და ბიჭი. აპირებ დაბრუნებას თუ მიდიხარ? არა მე ბატალიონში დავჭი. ერჩევ. სადაც წავა? სადაც კი არ წავა, სადაც მოწერი წავა. მანამდე რა პროფესიის იყო? სანამ ეს ამბები დაიწყება. ეს კულტურული მაგდამთავრებული პედაგოგი ვიყავ. მე მშენებლობაზე მუშაობდი. ჩუმად რა ბიჭები. მე ცხინვალი დაიწყო, ახლა ეს აფხაზეთია. წალენჯის გარდა ყველგან ვიყავ. სადაც კი დამიძახეთ ახლა. წალენჯი ხაში მართლა ძმათაო მეიყო და თბილისში და. ასეთი ომში ყოველთვის ვარ, სადაც საქართველოს დაჭირდა. ძმებო, ეხლა ერთი რაღაცა მინდა გკითხოთ რა. აი ამ კაცს ვეკითხები. ჯერ ამ კაცმა მიპასუხოს და მე თუ სათქმელი გაქვთ, ყველამ ცალ-ცალ გეტყვით. კი ბატონო. ქალაქში, თბილისში და მარტო თბილისში არა, საქართველოშიც. ლაპარაკია რომ მოდიან, იარაღი მიაგთ და მიდიან. ომი არ აინტერესებთ. თითო-თითოთ მითხარით, არაზრიალდეთ ოხონდ. აი შენ რა პოზიციის ხარ? აი ამ ნაფიქრისადმი. იარაღი უნდა კონდეს მებრძოლ კაცს ხელში. ერთი წუთით რა, არაზრიალდეთ. იარაღი უნდა კონდეს მებრძოლ კაცს. ესე ჩვენთან ბატალიონში არავის არ წაუღია იარაღი და ვერც გაბედავს, იმიტომ რომ ყველამ შემოწმოვა გაიარეს ესეთი ბიჭები. ბევრი ყოფილა, ბევრი დაიკარგა იარაღი, ბევრსაც აცხადებენ იარაღი კარგებაოდა. ჩვენთან ბატალიონში ძალიან იშვიათად რომ ვიღაცას რაღაცა მასეთი ამბავი მოსულა. შერასით. აი კამანდირმა თუ ახლა გააჩინე, როცა ჩამოდიხარ კაცი თქვა სიტყვაზე და აფხაზეთში რა თქმა უნდა ომი არის. არა, აქ არ გულისხმობ. საერთოდ რომ იარაღი კარგება ესე კაცი როცა მიდის, არა ესე იგი მიდიხარ საბრძოლოდ, როცა იარაღს გაწევი. ნუ ერთი მთლიანი ბატალიონი ვარ თქვა სიტყვაზე, ახლა აი ამ კაცმა წაიღო იარაღი, ყველა ჩვენთაგან, მაგრამ მე ავდექი თქვა ვიღაცას იარაღი მოგვარდა წავიღე, ხო? ეს მე მგონი არა ადამიანური არის. იმიტომ ეს კაცი ერთი მე რას ვეთყოდ, იცი, ოჯახი მახინჯის გარეშე არ არსებობსო და რა თქმა უნდა ეგაც არის. და საუბედუროთ არის, ჩვენი უბედურობა ეგ არის, რომ ზოგიერთი მართლა იარაღის გულისთვის ჩაბოდის. ბევრი 99% იმ სულისკვეთებით არის, რომ ქართველი ერს ყოველთვის თავისუფლება ქონდეს. ყოველთვის იმ ამბით იყოს, რომელიც ადრედანვე მოდიოდა ქართველებში. აი ეს არის. ჩვენ თუ თავრობა მოგცა იარაღი, უნდა დავიცვათ. იმისთვის მოგცა თავრობამ, არა იმისთვის, რომ მე იარაღი წავიღო სახში, შევინახო და რაღაცა. არა, მაგიტომ არა. მე იარაღი მომცეს, მე წინა ხაზი უნდა გავიდე. და დავიცვა წინა ხაზი. მე სხვანაირად იარაღი არ ამჭირდება. ამჭირდება მე სხვანაირად იარაღი. და ის არა კაცია, ვინც წაიღებს აქედან იარაღს და სახში დამალავს. არა კაცია ის. იარაღი გამოიყენოს ამბავს. ერთი რაღაცა მინდა რომ გითხრა. უნდა გამოიყენოს ეს ყველაფერი. ერთი წუთით რა. მოდის რა ლაპარაკი იარაღის წაღებაზე ეს მორალია ისა მაგ ყველა მესით მე ერთი რამე მინდა აქ იყო ვალის მოხდაზე ლაპარაკი. ერთი წუთით რა. ვალის მოხდაზე იყო ლაპარაკი და მე არ მინდა რომ ვინმე აი ამ ფირს რო უყუროს, ხო იფიქროს რომ 100 ბატალიონი ვალი მოუხთელი მიდის აქედან. ეგ ვიღაცამ თქვა რომ ვალი მოხთელი არ მაქვს. მე დაწყებული ვახტანგიდან. ყველაზე უფროსი კაციდან. დამთავრებული ჩვენი 18 წლის კოჭოიამდე ხო ყველას მადლობას ვუხდი ამ ხალხს. იმიტომ რომ ამგენეს გვერდში ომობდი ძმაო და ეს ხალხი ომობდა კაცურად და ვაჟკაცურად. ამგეს კაცური ვალი ძმაო ხო ჩემი აზრით ყველას მოხდები. კაცური ვალი და სამსობლოს წინაშე ვალი ძმაო ხო შეიძლება ჩვენ ვერ მოვიხადოთ ჩვენი სიკვდილის ბოლომდე და სიკვდილის მერეთაც თვითონ ლაშობენ. ასე რომ ვალის მოხდის ამბავი
აი ჩვენ არ თქვენ რო თქვით რა იარაღზეა რა ჩვენ თუ ხედავთ რომელიმეს გვაქვს აქედან იარაღი ჩვენ იარაღი არ გვინდა ჩვენ გვინდა იარაღი იცი რა დროს როცა გავდივართ წინა ხაზზე და არამეს ზოგიერთები ვინც არიან რო იტყვა ნაძირალები და ისინი რო იარაღი ლიბი ხელში ეჭიროთ არა და გადიან გამოდიან ქალაქში და დარბიან აქეთ-იქით არა თქვენ ესეთები არა უკვე ამჩნეთ აგერ იარაღი ვის აქვს აბა აქეთ აი ბიჭებს აი და შემოატანა იგისა იარაღი ჩვენ არა გვაქვს ჩვენ იარაღი მაშინ აქვს იცი რა დროსა როცა მიდივართ წინა ხაზზე და რაღაც იმეებს საქმეს ჩვენ იარაღი იცი რა დროსა გვაქვს ჩვენ ვაბარებთ იარაღსა ვაბარებთ და გვაქვს იარაღი აგერ უფროსების იმით ჩვენ იარაღს ვაბარებთ როცა საჭიროა უკვე ახლა რა გვინდა იარაღი ჩვენ არ გვინდა ვაბარებთ იარაღს ხოლმე ჩვენ ყოველთვის და ეგრე არის ვაბარებთ იარაღს და მე როცა საჭიროა გავდივართ მაგრამ ზოგიერთები აგერ ახლა არ მინდა რომ გინება დავიწყო ისა და იგი აგერ დარბიან იარაღები დემები და ძველი კაი ბიჭები თავი რომ კაი ბიჭებად და მეებად და მithom ისავარ და ისავაა რო არა რო იმოშვებიან ეგენ დარბიან სადგურის ვირთხებით აგერ გდიან წინა ახლა სადღაცა იმეებში და ჩვენ კიდე იქ ვიკლავთ ხოლმე თავს იარაღები და ჩამოვართ ჩვენ კიდე იარაღებს ვაბართ ეგენი კიდე მაინც იარაღები და არ ვიცი რატო ხდება შენი გვარი სახელი და ოჯახი თუ გვაქვს ოჯახი არ ამყავს რამდენი წლის ახ 28-ის სახელი გიორგი გვარი გოგალაძე ღმერთმა გაგიგო სურამელი და ძალიან ძვაცაკავს მასწავლებელი რომ რაზე ჩამოყვედით. ვინა გიძახ. აგერ კიდე ერთი წუთი მოატრიალი რაღაცა არის. მოატრიალი. ბიჭებს კიდე წასვლა უნდათ აი აქედან, აი. დაჭირილები უნდა წაიყვანებ, 2-1-3 ბიჭი კიდე ეს უნდა წავალ და ვინახათ რაზე ჩამოხვიდით აქაო. რაზე რა საკეთებთ აქაო? წვილია და რატო ბიჭო რა ერთი უნამუსო კაცის გულობისთვის ხო და ქართული ადაზა კი არის უნამუსო რაღაცა ყველა იმას აქვს ცხებს ამ არა მომესმენა შენ შემოგევლე ახლა უმადურიც არის და მამა არ არის რა სოხუმში რო ვიყავი ჩვენ არა ყველა თავსდიოლოგი ყველა მოსახლეობა რაც არის ო კაი რაც მართალია თუ არა მართალია აი გაგრაში არა რო იტყვი არაინტერესო არა თქვენ თავში ხო ხარ დარწმუნებულები რომ კაცი ვერ მოვაყარებ ვინ გაიგო ეხლა მოყე ეს ჩეჩნებმა არა რატო გაიგეს სად იყავით როგორ იყავით რანაირად პოზიციაზე ვიდექით ხო და იქით ვიღაცამ დაუძახა გოგიო მინავს მინა მოიტანე რაღაცას ხოლობს და ეს გოგი გაიგო და ეს იქიდან მეორე მხრიდან დაიძახეს ვახ გოგი შენი ესე შენი ისე აგინებდნენ რა და თელი დღე აგინეს აი ამ კაცს. ქართული ენით. ქართული. იმით უაგინებდნენ რომ მინებს რო აყრიდა და ნახვა რო გავწვიდე არა. რა გვარის კაცი ხარ? საქარაშვილი ვარ ძმაო. ესე იგი შესული ხარ ქართველი ერის ისტორიაში, იმიტომ რომ სადაც კი ვიყავი და გადავიღეთ ყველგან გახსენეს რა. დააყოლა ვერთ ვაკნარ კაცი. გაგიმარჯოს და შენ ასწილად დაგებრუნებინე. იქნა მეორე გოგიაც იყო პოლიციში. ეს კაცია ეს კაცი. ხო, პოლიციში. ხედავ. ის გოგია იყო. რა გვარის კაცი? კადიშვილი. სახე. გიორგი. ოჯახი ყავს. მოუღე დილამშვილი ისაი. საიდან? რამდენი ხანია? აკავერ თქვენ ახლა. ეხლა აპირებ წასვლას და სხვა დაჭირდება საქართველოს ჩამოვარდეს. გასაგებია. შენ ვინა? ზაზა ვარდაშვილი ფლორიდა. რამდენი თვით? ოჯახი არა? იმისა? რამდენი? შენ გადაუღე. გაატარე. ვინ მოდი? გუდიო. შენ რა მოყავი გუდიონა? გუდიონა მაგარი. ბაირი გამატარე. ვისაც იტყვის, ვისაც საქართველოს. ამირანა ბიჭო მაგარი. აი ახლა შემოდი რა ცოტა. შემოდი რა. მოდი ბიჭო, მოდი. გოგი რამდენი შვილი გყავს? მე? ხო. 2. ქალი ვაჟი. 2 გოგოს მამა ვარ. ბიჭი როდის იქნება? ჩავალ დამხვდება. შემევთქვა. ვახო შემევთქვა. კარგია. ესტრო. ალი. მერე გამოდი. რაღაც მომენტი. აი ეს პატარა მეჭი მოყე. სოხუმში ყავს დედა, ძმა და დიშვილები და ძმისშვილები. და ყველას მინდა წაყვანა იქით ჩემს თბილისისკენ.
იგეთ აი ამას რატო იმიტომ რომ ესე იგი რამდენი აი ჩვენ ვიყავით უკვე რამდენი ხანი ვიყავით სოხუმში ესე იგი ქართველებს თვითონ ქართველებს სოხუმით ქართველებს ხო აფხაზების ეშინიათ რამდენჯერ იყო რომ მოსულა კაი თანამდებობის ის უკავია სოხუმში იგეთ ისეთი რომ შეუძლია любой ვინც არ უნდა იყოს ხო სულერთია მისთვის მივიდეს ოჯახში და დააპატიმროს ან და ჩააჯინოს და მოვიდა და ჩვენ გვეუბნებოდა რომ ჩვენ საქმეზე ვიყავით მისული და ჩვენ გვეუბნებოდა რომ მე პირველ პადიაში ვცხოვრობო და მესამე პადიაშიო მესამე სართულზეო არისო აფხაზის ისო რომელებიც აი ამის ომის წინა იმაშიო 26-60-ითო აი ასე მითხრა გამოგონდათო იარაღიო და თქვია წამალიო მე უთხარი მას შენ ასეთი თანამდებობის ერთ-ერთი მოსამართლე იყო რა პროკურატურის თანამშრომელი ახლა გვარს და იმას არ დავასახელებ და ის ადამიანი მეუბნება რომ შენო იმის სახლს რო გაჩხრიკაო მერე მოდიოდა ჩემი სახლის გაჩხრიკო რომ იმასო არაფერი ეჭვი არ კონდესო აი ამას ქართველი ადამიანი იტყვი ეს მაინც ეშინია ახლა სოხუმის ბატალიონი შეიქმნა რატო არ მსახურობ სოხუმის ბატალიონში ჩვენი ბატალიონი არა გასაგებია მაგრამ აი ხო შეიქმნა ახლა სოხუმის ბატალიონში არ მსახურობ იმიტომ რომ უბრალოდ არ მინდა რა რომ დავრჩე აი იმ ხალხთან ვინცაც მე ვერ გავუგებ რა რატო ვერ გავუგებ რატო და ქართული ბატალიონია ქართული ბატალიონი ეხლა ისე ის გინდათ მათ გინდათ კაცი ლაპარაკი ახლა მეორე ქართველი აფხაზობს და იმიტომ იძახის ეს კაცი რომ არ მეორე ქართველია რომელიც უკვე გარუსებულები არიან რა რუსულად გარუსებული რასაქვია ხო ქართული სისხლია და ქართველები არიან და ქართული ბატალიონია ქართული არმია რა რაში გამოიხატება ერთი წუთი რა მაიცად რა ხალხო დაცვა კითხებია მე მართალი გითხრათ მე ვარ 112 ბატალიონის პირველი ბრიგადის 112 ბატალიონის მეთაური ეროვნული ჯარების იგეთ მე მყავს 18-19 წლის ბიჭები რომლებსაც ვასწავლი მე თავიდან დაწყებული სულ ბოლომდე სროლები იქნება წესრიგი იქნება დისციპლინა იქნება ესე იგი ყველაფერს რა რომ აი ამ წელიწად ნახევარში აი რაც ჯარისკაცი იმსახურებს რომ მე იმას ვასწავლო იმდენი რამდენსაც ესე იგი რუსეთის ჯარში 2 წელიწადი იყო ჩვენთან გააკეთეს წელიწად ნახევარი რუსები იზახიან რომ 2 წელიწადიო ძალიან ნაკლები არისო რომ ჩვენო გავხადოთო პროფესიონალური ჯარიო 2 წელიო ჯარისკაცისთვის ნაკლები არისო იგეთ მოდა თუ რუსებისთვის არის 2 წელიწადი ნაკლები და ჩვენთვის წელიწად ნახევარი მე ესე იგი ახლა ჩვენ და მე და ჩემი ოფიცრები ისე უნდა გადავიტვირთოთ რომ აი ამ წელიწად ნახევარში ვასწავლოთ ყველაფერი ბმპ შეიარაღება ოტიდო რა ტაქტიკა ყველაფერი იგეთ რომ ის გამოვიყვანოთ ჩვენ საბრძოლო იმას და იმან გაუძლოს ყველაფერ გადალახოს ქართული ტერმინოლოგია თუ არსებობს ქართულ ჯარში არსებობს იგეთ არსებობს გადაყვანილია ყველაფერი ეს რუსულიდან არის გადაყვანილი და ცოტა არის შეცვლილი წესდებები და ყველაფერი არის გადაყვანილი ესე იგი სოხუმის ბატალიონში რო ჩვენ ესე იგი საქართველოს რო უნდა შექმნას ჯარი როგორიც არის საჭირო ესე იგი ჩვენ გვინდა ესე იგი უმცირესი 10 წელიწადი რომ ავიდეთ რუსეთის დონეზე და რატო იღებთ რუსეთის სწორებას რატო იღებთ სწორებას რუსეთზე იმიტომ რომ არის სხვადასხვა ჯარები თქვა ევროპაში ნატოს ჯარებია დამოუკიდებელ სახელმწიფოებში არ არის ამის მინეთაკეთ მართალი გითხრათ და რუსეთს არ აყავს ისეთი ძალიან გლახაჯარი რუსეთის ჯარი და ეს ყველაფერი წესდებები და რაც არის ეს ყველაფერი არის ომში გამოცდილი და ყველაფერი დამუშავებული სისხლით არის დამუშავებული ასე მეუბნები მეც კი იგეთ ეს რუსეთს რომელი გამოვლენილი იმდენი ომი არც სახელმწიფოს არა გამოვლენილი ყველა დიდი ვაფხერად რუსის ჯარს მასა საქართველოს რომები აქვს გადაგდები ეგრე რომ დავიწყოთ სახელმწიფოს როცა როგორც
სორსეთებს არის ძალიან ესე იგი კიდევ თავრობზე კი მოიჭეხა. აი გოგი ერთი კიდე. ერთი გოგია. გოგია გენაში. ხაშურის დისციპლინა მე იმას მეტყოლე მეგონა. ყველაზე მეტი დისციპლინა რუსის ჯერსა. არა მე ამას ნახავ მე. მამინდოდა რომ გეთქვათ. ეს ახალი გვარი. ნოდარი მირაზანაშ. შენს გორი. გორი ზერთი და. ოჯახი შენს. ოჯახი არა. სამი დღე ნეუშიო ოჯახი. რამდენი? 25. 25. ესენი ვინ არის?